გამარჯობა, დღეს მინდა ვისაუბრო ადამიანის საჭესმომნებელი ტრაქტის ჰისტოლოგიაზე და საუბარს დავიწყებ უშუალოდ საყლაპავიდან, იმისათვის, რომ თვალნათლივ განვიხილოთ მისი შემადგენელი ნაწილები, საჭიროა საყლაპავზე გავატაროთ ჰორიზონტალური კვეთი და ახლა ზუსტად ამ სურათზე წარმოდგენილი არის ეს ჰორიზონტალურ კვეთში ნაჩვენები საყლაპავი, მას ვუყურებთ ჩვენ ზემოდან ან ქვემოდან, არა აქვს მნიშვნელობა. დავიწყოთ საუბარი თუ რა შრეებისგან არის საყლაპავი წარმოდგენილი, როგორც ვიცით, 4 შრე გვხვდება ჩვენ აქ. ჯერ ვთქვათ ის თუ სანათურისად არის, აი ეს ნაწილი, რომელიც თეთრად არის ნაჩვენები, წარმოადგენს საყლაპავის სანათურს და შიგნიდან პირველივე შრე წარმოდგენილი არის ლორწოვანი შრით. ლორწოვანი შრე სრულდება აი ამ წითლად განლაგებული ზოლით და მის შემდგომ იწყება საკმაოდ მკვრივი და განიერი შრე, აი ეს რომელიც აი აქამდე მოდის, აი ეს მთლიანად არის ლორწქვეშა შრე. თუ რა სტრუქტურები შედის ამ შრეებში, მოგვიანებით განვიხილავ. შემდგომი შრე ვახსენოთ, აი რომელიც აი ამ ესეც და ესეც ერთ შრეს წარმოადგენს, ეს არის კუნთოვანი შრე და გვრჩება მეოთხე შრე, რომელიც საკმაოდ თხელია და აი აქ ჩანს კარგად, აი ამ ნაწილით არის წარმოდგენილი. დაუბრუნდეთ სანათურს, აი რომელიც აქ არის წარმოდგენილი და აი ღია ლურჯად და შემდგომ მუქ ლურჯად არის წარმოდგენილი და ვახსენოთ თუ ამ ლორწოვან შრეში რა სტრუქტურები შედის. ჯერ დასაწყისისთვის ვთქვათ ის, რომ სანათურის მხრიდან საყლაპავი წარმოდგენილი არის მრავალშრიანი გაურქოვანებული ეპითელიუმით, ანუ მრავალი შრიანი, აი აქ კარგად ჩანს აი ეს სტრუქტურები. გაურქოვანებული არის ეს ყოველივე, მას თავის მხრივ აქვს საკუთარი ფირფიტა, რომელიც აი ამ ნაწილით არის წარმოდგენილი. ამ საკუთარ ფირფიტაში ჩვენ ვხვდებით ლიმფურ ნაწილებს, ანუ ლიმფის სადინრებს და სიზარღვოვან ნაწილებს, რომელიც უფრო კარგად აღსაქმელი რო გახდეს, მეტი გადიდება გვჭირდება ჩვენ ამ პრეპარატის. ეს ყველაფერი ფაშარი შემაერთებელი ქსოვილია, რა თქმა უნდა, ხოლო აი ეს მესამე ნაწილი საკუთარი, ანუ ლორწოვანი შრის არის კუნთოვანი შრი წარმოდგენილი, უბრალოდ ეს კუნთოვანი შრე არის გლუვი კუნთებით წარმოდგენილი, აი ხედავთ და ეს სიგრძივად განლაგებულია, როგორც ხედავთ, ეს სიგრძივი ნაწილები გადაკვეთილი არის და ეს მარცვლოვანი სტრუქტურის სახით არის წარმოდგენილი. რაც შეეხება შემდეგ შრეს, როგორც ვახსენე, ეს არის ლორწქვეშა შრე და საკმაოდ მკვრივი არის და მნიშვნელოვანია ბევრ რამეში. იგი თავის მხრივ წარმოდგენილი არის სხვადასხვა სტრუქტურით და განვიხილოთ დაწვრილებით. აი ეს ნაწილი არის, აი აქედან აქამდე გადაჭიმული და აი ეს მთლიანად კუნთოვან შრემდე სულ ლორწქვეშა შრე არის. თავის მხრივ ეს ლორწქვეშა შრე არის ფაშარი შემაერთებელი ქსოვილი. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს ლორწოვან ჯირკვლებს, აი მაგალითად, აი ეს განვიხილოთ, ეს არის ლორწოვანი ჯირკვალი, რომელიც თავის მხრივ თავისი სადინრით, ეს არის სადინარი დაკავშირებული არის სანათურთან, ანუ ლორწოვან შრესთან, რომ მისი შიგთავსის გადმოღვენთა მოხდეს აქ, ანუ ლორწოს გადმოღვენთა. ამისი ფუნქციონირება ამ ჯირკვლის ხდება მეისნერის ნერვული წნულების საშუალებით, ანუ გამოდის, რომ აქ განლაგებული ასევე ნერვული წნულები, ხო? აი ეს ყოველივე ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას, გარდა ამისა, აქ ჩვენ გვხვდება ის სანათურებს ხედავთ სისძარღვები. სისძარღვების დაჭერა ასევე პრეპარატზე შეიძლება იმით, რომ მასში შეიძლება ერითროციტები გაფერადდეს და ამით მივხვდებით, რომ ეს სისძარღვია. და დიამეტრის სხვაობით შეგვიძლია განვასხვაოთ, რომელია ვენულა და რომელია არტერიოლა. ასევე ლიმფურ სადინრებსაც ხვდებით. აი ჯირკვლოვანები კიდე აი ასე არის წარმოდგენილი, აქ საკმაოდ კარგად არის შეღებილი. რაც შეეხება შემდეგ შრეს, როგორც ვახსენეთ, ეს არის კუნთოვანი და აი ამ ნაწილებით არის წარმოდგენილი. შიგნიდან კუნთოვანი შრე თავის მხრივ წარმოდგენილი არის ირგვლივ განლაგებული კუნთოვანი ნაწილით, აი როგორც ხედავთ, აი ამ ჰორიზონტალური განაკვეთით, აი ეს გრძელია, ხო, ეს კუნთოვანი ბოჭკოები,
ანუ შემოეხვევა საყლაპავს ირგვლივად და ასეც არის, ეს არის ირგვლივი ცირკულარული, ასეც ეძახიან მას. მასში განლაგებული არის, ანუ მისი და შემდგომი კუნთოვანი შრის, ანუ ეს არის სიგრძივად განლაგებული კუნთოვანი შრე უკვე აუერბახის ნერვული წნულები, რომელიც თავის მხრივ პერისტალტიკას უზრუნველყოფს ეს ნერვული სისტემა. აი აქ ჩანს კიდევაც, აი მაგალითად ეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნერვული ნაწილია, კი ბატონო, აქ სიზარღვებიც ხდება დიდი რაოდენობით და გასაგებია რატომაც დატვირთულია ეს კუნთოვანი შრე. რაც შეეხება მეოთხე შრეს, რომელიც აი მაგალითად აი აქ ჩანს, აი ეს თხელი შრითაა წარმოდგენილი, საყლაპავში განსხვავებული სტრუქტურით არის წარმოდგენილი პროქსიმალურ ნაწილში და დისტალურში. პროქსიმალურ ნაწილში ჩვენ ხვდებით ადვენტიციას, ხოლო დისტალურ ნაწილში, მცირე ნაწილში, მაგალითად დიაფრაგმის ქვეშ, უკვე აბდომინალურ ნაწილში, იგი სეროზული გარსით არის წარმოდგენილი, იმიტომ რომ დაფარული არის ვისცერული პერიტონეუმით. ეს დაახლოებით 1/3 და 2/3 კიდე ადვენტიციით არის დაფარული. თავის მხრივ ეს წარმოადგენს ფაშარ შემაერთებელ ქსოვილს და მასში სტრუქტურების მხრივ ხვდებით სიზარღვებს. დღეს ზუსტად ამაზე მინდოდა საუბარი, შემდგომში უკვე განვიხილავთ კუჩს და ასე მივყვებით საჭმლის მომნებელ ტრაქტს. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.